შეიძლება გაკეთებულიყო და ხვალვე შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფასო. ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ბევრ დედაქალაქში გამოიყენება საარსებო კრიზისის დროს, რომელიც არის დღეს ჩვენს წინაშე. პირველი ერთ დღეში გაკეთებადი ფაქტი არის ეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდეს უფასო. მე პირადად გეტყვით, რომ ყოველ დღე შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ სიამოვნებით და ვკითხოთ იმ ინსპექტორებს, რომლებიც ამოწმებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რამდენ შეურაცხყოფას დიახაც, კონფლიქტს და ჯარიმას და პასუხს იტანენ ყოველ დღე, იმიტომ რომ ისინი ადამიანები სატრანსპორტო გადასახადს ვერ იხდიან. მე ტრანსპორტით დავდივარ და ყოველ დღე ამ ადამიანებისთვის, რომელიც ხა კალაძეს მილიონებში არავინ არ ბანაობს. მუნიციპალური მგზავრობისთვის საჭირო 1 ლარის გადახდაც კი ძალიან უჭირს. ეს არის რეალური ფაქტი და თუ ვინმეს ამის არ ჯერა, ოცნებასთან ამასთან საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ტრანსპორტით არ დადიან, სხვას შეუძლია გადაამოწმოს, მუდმივი კონფლიქტის საფუძველი არის გადაუხდელი ის გადასახადი.